თავისუფალი ბიზნესების ინიციატივა, ფონდების და კრიტიკული მედიების დასახმარებლად ამ მიზნით ახალი პლატფორმა Free Donation G შეიქმნა. მისი გამოყენებით მოქალაქეები და თავისუფალი ბიზნესები დამოუკიდებელი ტელევიზიების და დემოკრატიის მხარდამჭერი ფონდების გარშემო გაერთიანდებიან. გიორგი კუჟინაძე მოისმინა ინიციატივის დეტალები, რომელიც პირდაპირ ეთერში გვიერთდება. Free Business-ის პლატფორმის ქოლგის ქვეშ შეიქმნა კიდევ ერთი ვებგვერდი Free Donation.G, რომელიც ითვალისწინებს იმ ჯგუფების დახმარებას, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულები ბოლო პერიოდის მიმდინარე საპროტესტო აქციებისას და ქვეყანაში დემოკრატიის შენარჩუნებისა და გაუმჯობესების მიმართულებით. Როგორც ამ ვებგვერდის დამფუძნებლები აცხადებენ, მიზანი არის ის, რომ ჯგუფები, რომლებიც საკმაოდ დაზარალდნენ და დიდი პრობლემები შეუქმნა ქართული ოცნების ხელისუფლებამ, მათი როგორც ფინანსური, ასევე ფიზიკური დახმარებაც კი. ამ ვებგვერდის მეშვეობით მოქალაქეები ან ბიზნესის წარმომადგენლები აირჩევენ კონკრეტულ ჯგუფებს, მაგალითად მსახიობებს, ხელოვანებს, მუსიკოსებს, მათ შორის მედია საშუალებებსა და მედიის წარმომადგენლებს და სურვილის სამებს შესაბამისი თანხით თუ რა თანხად სურთ, მათ დაეხმარებიან ამ თანხით. ჩვენ ვესაუბრეთ ამ პლატფორმის შემქმნელს, რომელიც ამახვილებს ყურადღებას თუ რამდენად მნიშვნელოვანია ახლა საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების ფინანსური დახმარება იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში არის საკმაოდ მძიმე ეკონომიკური კრიზისი მათ შორის შექმნილი. ასევე ჩვენ ვესაუბრეთ მსახიობებს და მათ შორის დაიტოვეს ჯგუფის შემქმნელს, რომელიც საუბრობს სწორედ ამ დახმარების მნიშვნელობაზე და ისინი ამბობენ, რომ ჩვენ ერთმანეთს უნდა დავუდგეთ როგორც ფიზიკურად საპროტესტო აქციებზე და ასევე მნიშვნელოვანია სოციალური პასუხისმგებლობა საზოგადოების და ყველამ უნდა გაითავისოს და გაითვალისწინოს ის, რომ ამ დემოკრატიის შენარჩუნებასა და გაუმჯობესებაში მნიშვნელოვანია მათ შორის ბიზნესის წვლილიც. განთავსებული ნებისმიერი ორგანიზაცია თუ მედია საშუალება თუ ფონდი, რომელიც დემოკრატიის საკითხებზე და დემოკრატიის გაძლიერებაზე მუშაობს და საზოგადოება თვითონ გადაწყვეტს, მოქალაქე იქნება ეს მცირე საშუალო თუ დიდი ბიზნესი, ეცოდინება რა ფინანსური რესურსები ჭირდება ამ კონკრეტულ ორგანიზაციას იმისთვის, რომ იფუნქციონიროს და თვითონ გადაწყვეტს, ვის დაეხმაროს, რა თანხით დაეხმაროს, რა პერიოდის განმავლობაში დაეხმაროს და შეძლებს, რომ უშუალოდ ეს ტრანზაქცია განახორციელოს. ძალიან მარტივი რაღაცა მინდა ვთქვა, რომ თუ ჩვენ ვართ მილიონი ადამიანი, რომელსაც მილიონზე მეტი ადამიანი, რომელსაც არ მოგწონს ის, რაც ხდება დემოკრატიის კუთხით ქვეყანაში, თითოეულმა რომ გავუგიყოთ 10 ლარი, ეს არის 10 მილიონი ლარი, რომელიც ეყოფა ჯარიმების გადახდასაც, მედიებსაც, ფონდებსაც, ყველას, დაიტოვესაც, ისაუ ყველაფერს ეყოფა. ამიტომ ჩვენი დემოკრატია არის ჩვენი დასაფინანსებელი, ჩვენი დემოკრატია სხვა ვერ დააფინანსებს. უმნიშვნელოვანესია, რომ საზოგადოება აფინანსებდეს თავის დემოკრატიას, თავის თავისუფლებას და თავის დამოუკიდებლობას. ჩვენ და გვესმოდეს, რომ ჩვენი პასუხისმგებლობა, მათ შორის ბიზნესის პასუხისმგებლობაც არის ამ ქვეყანაში როგორ განვითარდება მოვლენები. იქნება თუ არა ადამიანის უფლებები დაცული, იქნება თუ არა აქ დემოკრატია და თავისუფლება. ამიტომ ეს კიდევ ერთი ნაბიჯია ჩვენი საზოგადოების წინსვლისთვის. ეს კიდევ ერთი ნაბიჯია იმის გააზრებისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა ჩვენ გვეკუთვნის და ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა ამ ქვეყნის წინაშე. ადამიანები კიდე რომლებიც არიან წარმოადგენენ დამოუკიდებელ სახელმწიფო ორგანიზაციებს, მათი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ესენი არიან ადამიანები, რომლებიც პრინციპულად დგანან პროტესტში და არიან ადამიანები, რომლებიც რუსთავზე დგომის გამო ჯარიმდებიან. ჩვენ თუ ვაშენებთ სამოქალაქო საზოგადოებას, სამოქალაქო საზოგადოება მოიცავს ასევე მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობას. ქვეყანაში არსებობდეს სოლიდარობის მაგალითები. ის ადამიანები, რომლებიც გარეთ დგანან ყოველ დღე და საკუთარ ჯანმრთელობას, ნერვულ სისტემას წირავენ ამ ქვეყნის დემოკრატიის მშენებლობისთვის, ის ადამიანები, ვინც პროტესტში არიან, ჩვენ უნდა გავაძლიეროთ. უნდა გავაძლიეროთ ერთმანეთი. აი ამ გაძლიერებას ემსახურება სწორედ ამ პლატფორმის შექმნა და ამ გაძლიერებას ემსახურება სწორედ ამ ფონდების არსებობა. თუ ვიქნებით სოლიდარულები ერთმანეთის მიმართ, თუ ერთმანეთს გვერდში დაუდგებით, მაშინ ერთად იმაზე დიდ საშინელებებსაც გავუძლებთ, ვიდრე ქართული ოცნება.
Free Donation ვებგვერდის მთავარი დევიზია თავისუფალი საზოგადოება აფინანსებს დემოკრატიას და სწორედ დემოკრატია არის დასაცავადაც მოქალაქეები უკვე 86 დღეა რუსთაველის გამზირზე იკრიბებიან და აპროტესტებენ ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების პრორუსულ ნაბიჯებს შესაბამისად იმისათვის რომ პროტესტმა შედეგი გამოიღოს მათ შორის მნიშვნელოვანია საზოგადოებაში სხვადასხვა ჯგუფების ფინანსური მხარდაჭერა როგორც კრიტიკული მედიის ასევე ხელოვანების და ის პლატფორმა რომელიც შეიქმნა დღეს ითვალისწინებს სწორედ ამ ჯგუფების ფინანსურ დახმარებას ჩვენ ასევე ვიცით რომ Free Business-ის პლატფორმის ფარგლებში ასევე თავისუფალი ბიზნესის წარმომადგენლების ერთობლივი შეხვედრაც კი გაიმართა და ამ განცხადებაზე ხელმომწერი ბიზნესმენები და კომპანიები შეუერთდნენ ასევე საყოველთაო გაფიცვას და ასევე საყოველთაო გაფიცვა იგეგმება 25 თებერვალს რომელსაც ასევე შეუერთდებიან სხვადასხვა ბიზნესისა და კომპანიის წარმომადგენლები